აი ბიჭო შიქ ხوارა გაქვს სულხოძია გენერატორი ქარი ამწოლავრი ეს არის მართლა გიჟია ოღონ ცვეჩო კეთილი გიჟები რო არის შენ ხარ ექიმი რისი უთხარი ისი აევასება ეს ბავშვია პატარა რა უნდა გამოხვიდიო და პოჩურის ექიმი რო იზახის და ესე ასება გიჟდება და ჩელეშვილიშვილზე გვევასება კიდე ის ეხლა აბიტურიენტი იქნება ეს გვინდა ხო ერთხელ მოვიყვანოს უნდა მოიყვანოს რაღაცები ოღონ ბაბუამისთან ერთად ოღონ ჩელესთან ერთად თუ მოიყვანა კი უნდა შეჩიო დახურა დაბრედო მაგარი უმორი აქვს ხო მაგასა ჩელე კაროჩე მოსაყვანო ჩელე არის ერთადერთი კაცი ვისაც ხიდიატული და ვიღაცები იყოს გადაყრილი მაყუთში ვერ დავამთხვიეთ აქ რო იყო მაშინ არ ეცალა თუ რაღაცა ეხლა რა გამოზამხულდება გავიდეთ ხოლმე კი გადავიშვა დავიწყო რატო დაარტყალა ეგ არის გაუმარჯოს ყველას საბედნიეროდ დაგჭა ხალხი სპორტის სამყარო და რესპონდენტები ვისი მოყანათ შეიძლება სპორტზე სალაპარაკოთ თან ძალიან მაგრად რუბასო ყოველგვარი პირდაპირ იმაზე ირიბათ ვიზახი რა მაგრამ აი ლეონ ჭედლიძე დღეს ჩვენი სტუმარი ლაილაის მორიგი ეპიზოდი მე რამდენი ამანიც ეგ 27 მაგრამ იმას იცის ხო ეს ამას ყველაფერი იცის და ძალიან გვიხარია რომ ლევანი არის ჩვენთან ერთად დიდი მადლობა რომ გვიყურებთ დიდი მადლობა რომ არიშურებთ აი რომ რაღაცა კარგს რო გიწერენ ამ სიტუაციაში დღეს რაც ხდება ქვეყანაში მაგრა გიხარე მე მაგალითად ძალიან გულჩვილი გავხდი რა და ხანცრემლები მოუდის და ხარ რაღაცები მემარცხება რა თან ისეთი გადაცემა გაქვს ხო იცი აი დაგა ეს თავის სტიქიაში შენი ფონი დაუდე იცი რატო რომ მეტირებაო პირველი ქართული ვისკი ჯიმშერი კლავ ჩვენთან ერთად არის რასაკვირველია პატუცემ ლეონის წოც გვაქვს ჩვენ საჩუქრად განაცემის ბოლოს ვიცით ნახოთ როგორ მოიქცევა ხურო რა თქმა უნდა და დიდი მადლობა რომ დამსახურება უნდა ყველა ლევან შენ ჩვენ ძალიან მაგრად ვიყორ ხარ ეს იცი ალბათ რა ისი რა მოდი თავიდან კითხი დავიწყო ნახე დამისხიო ბიჭო ეს სამას აიქა ეს სხეთობო არა ორივეს დაგიცხებ პირველ საათზე რომ გლიჯო და მე დავიწყო მე სამწუხაროდ ეხა ცოტა რაღაცემა შემაწუხა და ამიგზალე სპირტიანი მაგრამ ერთ ჭიქას ამას ნამდვილად დავლე რა იმიტომ რომ რა ვიცი ლევანი ახან მოვიდა ჩვენ დახვედრას შენ მობძანებას გაუმარჯოს ჩემო ლევან და ეხა პირდაპირ ერთი კითხვა უნდა დაგისვა რა აი ეს ამა რო იქ იყვირა აი ეს ფრაზა მაგას ვიცი დაუცილებლად რა აი გეფიცები როდის ნახე რა გარემოებაში და რა სიტუაციაში რომ ესე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში და მაშინ ესე ვერ თამაშობდნენ რა მოდი პირდაპირ გქონდა ეგ მომენტი პირდაპირ მე ხომ აქ თამაში ტრავმა მივიღე რა ხო საყვარელი ტრავმა ყველაზე ძიმე დარტყმაზე მაგრამ აი რო გამოვიდე გასახდელში პირველ რომ იმას ხო მეგობრებს ხონდა ჩაჩი ჩაგდებოდა ეგრევე არა აი როგორ რა ის ქონდა გასახდელში ნახე პირდაპირ თან თამაში დამთავრებული არისო რა რომ ვიცვლიდი და ფეხზე და ცოტა ეს ტრავმაც მოგეშვებოდა ეხა ისეთი ამბავი იყო ინულდა თან აქეთ თამაში უყურებდი ტელევიზორში შიგნით ვიყავი და უცბად ჩატს რო გახსნა ტელეფონში და ეს მაგარი წივილი და ცოტა რაღაცნაირად ჯიგარი ხარ იცი რა არის თან ხო ის თამაში წინ მეუბნეოდა აი დღეს ამა თუ არ გაიტანოსო ბიჭო მეუთხარი რო ჩამაწერინა გასოს მაგაზე ანუ რაღაც წინასწარი ვიდეო იყო რაღაც ვათამაშები ხო რაღაცა მე რაც ხალხმა იქ მაგინა ქართველები ამდენ გულშემატ თუ არ მილანს უყავდა აი ბიჭო მე ეგ სახში ვერაგდებოდა სახში ვერაგდებოდა მილანთან მოგინდა შეიძლება ყველაზე მაგარი ის არის რომ რახან ახლა მაგ თემით დავიწყეთ რა არის არა ეს ვისაც მეუბნება ისეთი წარმები გაქო ჩემი შვილი გას კამერასთან გამოაჩინეო რა და ამ დროს სტილისტ ლევანთან ვარ მისასვლელი ვეღარ ვიყურებითო მარტო სახში რო არის მარტო სახში რო ცოტა დაბალი კუტკუნა საყვარელი ქურდი რო არის იმას არ გავს ახლა ქურდით მაგრამ გავს მომისვინე ხა მე ისა ვარ მარვინი მარვინი და შეიძლება საკუი არ მახსოვს დაუცხავ ყავას ადამიანს კი ეხლა ვაიმე ყავა და ლავაცა ჩვენი სპონსორი ჩვენი მეორე და მაგარი სპონსორი ლავაცა თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო ლაილაის YouTube-ში არის იქ მიდი ჩამონათვალია აღწერაში არის ლინკი გადადით და აი ეს მაგარი აპარატი თუ გინდათ იყიდეთ იქ არის ყველაფერი მოკლედ გადახვალთ ოფიციალურ გვერდზე და იქ ნახავთ აი ამ აპარატს მე ვიყო სპორტის ბანკა ესე ემოციურად თუ დაპრო მაგრამ არასწორად ამბობს რაღაცეებს მოიცადე ახლა ისე მაინტერესებს მაგრამ მაგას გამოვასწორებთ რა გადაცემის შედეგისას რა ძალიან კაიაო ხო პირველ რომ მოვიდი მაგას და სხვათა შორის მე მინდა მადლობა უთხრა მე მაჩუქეს აპარატი და
მე რატო არ დამალევინე? მაგრამ მე უკოფე აი ხო ხედავ გიჟიას ხო გეუბნები და არ გჯერა. ლევან, ეხა რა შველი მითხარი, შენ ვიცი რაღაც კაი საქმეებს აკეთებ. რა ვიცი, ვცდილობ დავიწყე ჩემს მასთან ერთად ეს რაღაც სამენეჯერო რაღაც თემაში ვარ, პლუს რაღაც აკადემიაზე, რომელზეც დიდი ხანია უკვე ვიჭიდავები. მაგრა გელოდები. თითქმის ბოლოში ვარ გასულები, აი ხა აქედან თქვენგან რო წავალ, იმედია кайფერზე ვარ აქ და. შენგან რას დაბარო, შენგან გაგრძელდება და შენ არც მიხვიდე ყველაფერი დააგდება ჩვენ თან. ანუ რაღაც შეხვედრა მაქვს პარტნიორებთან ერთად. და ნახოთ იმედია რომ ბოლომდე გავხდეთ. რა ეტაპზე ვართ? რა ეტაპზე ვართ და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ სად ვიცხეთ როგორ ვიცხეთ. უნდა გლიჯოთ. რა ესე ვარ და ნუ ემპოლსგან ყველაფერზე გვაქვს ესე ვთქვათ. აუ და ლევან იქიდან ანუ შენ ჩამოიყვან იქიდან ინტერესი არის პირდაპირ სპეციალისტები იქიდან პირდაპირ თლიანად რა ინტერესი არის და არანაირი ფრანჩიზი და რაღაც ხოხტები რაღაც ყიდვა გადახდა არავითარ შემთხვევაში პირიქით ინტერესი აქვს და პრეზიდენტის სიტყვები მაგარია კარგად ის დამახსოვრებული რომ ანუ სულ როდის ავაფრიალოთ საქართველოში ემბოლის დროშა არ მაგარია. აი ხო ხოლმე კიდე იძახია რომ ისო პირადი კონტაქტები არ მუშაობს. როგორ არ მუშაობს პირადი კონტაქტები მუშაობს, მაგრამ მე რომ მივიყვანო პირობითად ვიცახე, აი პატარა ბავშვი პერმუზე, წორთნელი ნოდარი არ დახვდება. იქარია, აი გმინდოდა. რა შეიძლება ნოდარი ერქვას. შეიძლება ნოდარი ერქვას, მაგრამ დედადებული ნოდარი სენიორ, ჩემ დონეს ვამბობ. შენი მეგობარი ნოდარი. ჩემ დონეს ვამბობ, მე სამწორთნელი. არა, ეგ ამბიცია სამწეთო? არა, მე მოვკვდებიო. არა, ამას ბავშვი ვერ გაჩერდება ამას. რა ბავშვი ბიჭო ბიჭო გეუბნები ამიშვილი რემონათლე და როგორ მინდოდა რომ ბიჭი ყოფილიყო რა რომ მესწავლებინა ამაზე რაღაცები მომეყოლა და ვეწყოდი ბავშვი და დილით რო გაიგზავნა და ეთყოდა ნოდარს აი მაგალითად რას თქვა აბა მიდი ლიღლი არა ბიჭო მაგალითად არა გოგო ესეც საყვარელი და ბავშვი ტელეფონზე რო რეკავს დიმა იძახის პირველი ასმეურნე ამის მასწავლე რაღაცა აი სისულელე მედესი როგორ ახარ რა მედესი მე მომიგონე ჯადოსნორის სახელები მაქვს აუ საერთოდ ბავშვები ხო შე რა გიდატოა აჰა ვაფშე საერთოდ მოვიხდი რა არის ხან კოპივი აჰა ძმაო ჰა იტალიანსკი ხუდი დავიხურე რა გინდა კარგად რა არა შენ ჭამა რა ბიჭო ესეთი რა ვიცი ხუდი იმიტომ ახურა თუ აღარ მაქვს ო რა იმიტომ თქვა იმიტომ გაწეღან ის არის მე ვარო მამა თუ მე ვარ მამა თუ ის არის მამა ვერ გავიგე საბა გოგლიჩიძეზე მითხარი რა ისე მომწონს და იმ დღეს რო უყურებდი ლაივს და რო გააგდეს აბა არა მანამდე ხო იძახდა მე საერთოდ უხეშად არ თამაშობ ხისტად არ თამაშობ და არა მე მომეწონა ხა გაგდება კი არ მომეწონა მაგრამ ხასიათიანი ტიპი არის რა ხო ეგრევე ხო შედის თუ არა გასახდელს შესული არ იყო უკვე მესიჯს ეს რა ვქენი რა და ერთი რა პოლიტიკა ვი გასული რა ვიცი ხა შენ თუ იწუჩი ნახე ნოდარას მერინი ეგეც ნახავდა რა პირველი ხო იცი რას მეუბნება რა ეგრევე ხო დაურეკე გასახდელში იყო სანამ გადაივლო წყალს და რაღაც და ვითელ რომ დავინახევ საჯს გავხედო და შენ შეხვალ იტალიაოს არ გადაობ რა და ანუ იმასთანაც მიდის ვიტისთან რა თავის გუნდთან და რა ყვითელიოში გაგარეფა რომ უეჭველიო რა და გადავჭით რომ არ გადატეხა რა მართლა მაგრამ იცი რა არის ბოდიში ლოჩალით არ უქრია რა პირველივე თამაშზე ბიჭო აი როგორი აი ლოჩოზე მქონდა ეგეთი შეგიძლება ნუ კვარაზე აღარაფერს ვამბობ და აი გოგლიჩაზე რა თითქოს შინაურია თითქოს მანდარი მან გაიზარდა აი ძალიან მზად შეხვდა პირველივე ემპოლს და ზოგადად იტალიაში ზოგადად ეგრე არის რა ანუ ძალიან სახლურად გიღებენ მოსულს გარემოა იქ ესე იგი ემპოლსის რა ვიცი 10 მაგად მეტია დამიჯერე რა ეგ ის იმიტომ რომ გამძაფრებულად აქვს ეს ურთიერთობები შეგზნება აი გეგონება რომ პარედესმა რა ლეანდ პარედესმა მითხრა რა მესამე დღე იყო რაც ჩვენთან იყო რა განათხოვებით რომადან და ეს ხელს მიყვავს და რა გინდამეთ ესე მგონია 5 წელი აქ თამაშობ რა გასახდელს ისეთი გარემოა და ვა ეგ პლუსი აქვს ემპოლს იცი რა ჩვენთვის ალბათ ეგ იტალიური ვარიანტი კარგია ხო უფრო ჩვენ ხო ეხა ისეთი ტიპები ვართ თვიანობაში კი არის რაღაცა ბევრად გიმარტივებს რა რა ზუსტად იმას ვიზავ რა ძალიან ბევრად გიმარტივებს და პლუს თვითონ გოგლიჩა ისეთი ტიპია რომ ესე ვთქვათ გახსნილია ურთიერთობა შეუძლია ერთი-ორჯერ შევხვდი ესე და ეგ თაობა საერთოდ არ არიან კარგად რა ჭყალებში მოდი ესე ვთქვათ რა აი ხა იგივე ლომინა იქ რო ის რო და პანიკა რო დაარტყა ხო აი პირველი შეგდება რა მქონდა მე ადგეს აი ვერც კიდე ეხა სანაც ყავდა და ვკითხე რომ მეთქი იცოდი რა ვიცოდი ტიპი ეგეთ რამე პირველ წარმოიდგინე რა გადამწყვეტ მომენტში რომ მაგას ვთქავ ახალგაზრდა ბიჭი რომ გადამწყვეტ ცოტა ისეთი ტიპი ხარ აი რომც გაემაზა
ეკიდას ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო ეგ რისკი რა. ხო, მაგრამ ფსიქოლოგიურად დაწეხა ყველა. თვითონ ამ ბავშვებს არა, დევარს. გადამწყვეტ პენალს როგორც შეაგდო ვარდები და პლუს ის არა, გატეხა რომელია? მე ვინც მოდის დასარტყმელად, ხო ხტები ფსიქოლოგიურად ძალიან იმეც. და მე მეკარესთან რომ მივიდა და რომ მიარტყა ეგრევე და იმან ჩულებრივად მიიღო ამ როის და. დომინა შეშლილია ეს რო. არა, ცოტა ისე არის, რა ჯიგარია რა. გოგლიჩას არ გაბრაზდეს ეხლა. აი გაგებით ხარ, მაგრამ ხარ შესაძლოა მაო რა გავაკეთო. ფეგურთაც უხდება ცოტა ბიჭო რა საბარაგო. გოგლიჩას მერე ეხლა ასე მადლობებს გეტყოდნენ და ეგეთი კაი ბიჭი რო ჩამოგვიყვანენ და გაიზარდა ყურადღება კიდევ დაგიწყო შენ მედი წამოვიდა პარასმერე ხო მაგან გააყო მერე პარასმერე წამოვიდა ბევრი იყვნენ ლოჩო რა ბიჭები ბევრი და მე რო შემყავდა ფეხბურთელი ხო იცი ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც ისეთი მასალა ჩაიტანო მიიტანო იქ სადაც ხო ეხა ცხადია კაცო ხო მოხონადი გახდეს რეალურად რა და გოგლიჩაში მე ხა პირდაპირ ჯეუბნები ანუ ემპოლი გადაწყდა ბოლოში მანამდე იყო სხვა გუნდები საერთოდ და ბარწმუნებული ვიყავი, სადაც არ უნდა მოხვედრილი იყო ეს ბიჭი. იზავდა თავისას კი არა, რასაც ეხლა დღეს ემპოლში აკეთებს ნებისმიერ გუნდში გააკეთა და დარწმუნებული. მაგაზე მე მეწყობებია ხოლმე და მე ვამბობ, რომ აი მაგისი მონაცემების და დღეს რა ტიპიც არის, ეგ ტიპი ყველა ტოპ გუნდში მოერგება. ანუ ყველა რეალი ბარსელონა ვინც გინდა იყოს, აი პირდაპირ ვიძახი რა და ეს მოდის გასაგებია რომ ფიზიკა, ყველაფერი, მენტალობა, ისა ამბავი მოდის კიდე აი იმისგან რომ თავისუფლები არიან ეს ტიპები რა. რაღაცაირები არიან თუ აი ხო პირველ შემდგომ ამ გადაცემაში თქვა რომ იანვარშივე აქვს ინტერესი აი ტოპ რაღაც გუნდებს იძახი. გოგლიჩას ხო რა და შეიძლება რომ დაჟე იანვარშივე რაღაცები საინტერესო მოხდეს. გენასალე მიდი. შენ ხო არაფერებ დაბრუნებას ესეთ ფორმაში ხარ? სენიორ. იტალიაში გრანდებზია საუბარი თუ სხვა? გარედანაც ბიჭო ვინც ჩამოთვალეო კაცმა მითხა და უსმენ? არა, სახელმწიფოები, ესპანეთი, ინგლისი რა მო. ინგლისიც არის, გერმანიაც არის. ოღონ გრანდებზე გელაპარაკებ, მარტო ანუ იმას არ. მე ვინც თქვი იქიდან ვიღაცა არის გაგარო. პირდაპირ გამონები რომ ანუ ზოგადად ჩვენი ანუ ვისთან ერთად ჩემი ძმა მე და იმ ხალხთან ერთად ვისთან ერთად მუშაობს ყოველთვის ვეწყობით ფეხბურთელის გემოვნებას და არა იმას რომ ჩვენ რა გვინდა. შენი ძმა ხარ ხარ. სურვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელს რა უნდა, იმიტომ რომ სადაც ხარ და აკეთე ეხა აქ რო ხარ და ამ ყველაფერს აკეთებ გულით აკეთებ და გაიფობდე რა იდეალური რა და ზუსტად მან არა ფეხბურთშიც ეგრეა სერიაა აი ორი სიტყვით რომ შევადაროთ რა არის აი ჯუნგლებია თუ 64-ია ანუ შეგჭამენ თუ კარგად იქნები აი მოდი პოზიციიდან გამომდინარე საიდან მოდივარ იცი ყვარას თემიდან მოდივარ ეხლა რა ანუ შენ მითხარი ჯერ ამაზე პასუხი ყვარა ხელა რაღაცებს ამტკიცებს და ისეთ მე ვიძახი ეკი დღევანდელ მდგომარეობას ვიძახი და ეს რა რთული ჩემპიონატია რა რთულია ბიჭო ხო მაგას ამბობ რა შემტევისთვის მე ესე დამასწარ ეგ მოინტერესებს შემტევისთვის ერთ-ერთი არასოდესად ხარ რა ანუ ნათქვამი მაგ დაჟე ეხლა შენთან კიდევაც ანუ აი სიმართლე გითხრა აქ რო ჩამოვდიოდი ნაკრებში რა ნაკრები როდის ვიგებდი ჩვენ ხო რა ანუ მაგრამ თავისუფლება ბევრად მეტი მიხარო და თამაში ვიდრე ანუ იქ მარტო ცენტრალურ თავდასხმაში იყო ზურგით დაამეგდო ბურთი შემოტრიალებულიყავ შემერბინა და ასე შემდეგ რა ის რომ შემოტრიალდე ბურთით რაღაც იმპროვი მოატყო აზრი არ არის ხო რა სადაც შემოტრიალდი ყველაზე უცნაური და გუნდასაწყვეტი რა არის? აი, ბევრჯერ გვიბაზრია მე და დიმას მათ შორის აი ძალიან ბევრჯერ რა. ფორვარდების გაჭირვება რო წამოვიდა. ვენაცვალე ყველას, მაგრამ ეგრე ჩვენ ის მაო იყო ეხა რა თუნდა მაგასაც. შენ რამდენი გოლი? ამანაც ბოლომდე ვერ ქნა. აი, მაგაზე წდება გუნდი. ნახე, რამდენიც შეაგდო სერიაში. ყველა გრანდ შეუგდე რა. ხო, ანუ მოტივაციაც და რაღაც უფრო მარტივი იყო ჩემთვის თამაში რა. არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ ზოგადად აი ეხლა რა ვთქვათ, საშუალო აი ჩუაში რო არის ცხრილში რა. იმ გუნდთან უფრო ხო? თულია, იმიტომ რომ მე ხო ვიცი როგორ ვამზადებდით ჩვენ თამაშს. მოწინააღმდეგეს ან გრანდები ნაკლებად ამზადებენ ხო აი ეგ უნდა მეთქვა ეხა ერთიც არის რომ ხო ანუ ნაკლებად ამზადებენ თამაში ტაქტიკურად და რაღაც უფრო
ორი ინდივიდუალიზმი არის რაღაც თან იცის რომ 100% უნდა მოგიგოს. გაიგე? შინაგანად ხო არის განწყობა რა. შენ ეთამაშები ახლა აი შეკრების დროს. მე რო კალაბუძი იმას ვეთამაშები რომ არაფრად არ იმასვრები. გაგებაში არ არის. მე 10-9 მოგიგეს სხვა შორს ხალხმა იცის. მე 10-9 არ იყო ეგეთი მარტივი ესე შენ როგორც ის ისახის ვიდეო 10-0 მოუგე მანამდე და ის 9-9 რაღაცას იბოდიალოს და მოიცა დამთავრებინე რა შეჭება. იმდენად რთულია საერთოდ აი საშუალო დონის გუნდთან თამაში რომ რავი რა გითხრა რა იმდენად აზღვევენ ერთმანეთს იმდენად ის არის რომ აი სულ რაღაც ჭიდაობაში ხარ რაღაც ის აი ესე თქო ჭადრაკს თამაშობ რა და სერია რა ეხა თავისუფლება მეტია მოედანზეც მეტის უფლებას გაძლევენ დაჟე თამაში სულ შენ შეგიძლია თუ არ გეჩვენია აი ნაცნობად მივედი თუ შენ შეგიძლია კი ეგ რა შეგიძლია ვიხოს რომ ის შეუგო არ შეგიძლია ჩემო ძმაო შენ რო არ შეგიძლია ნუ მე შენ რო დალე არ შეგიძლია ნუსვავ შეჭება კისერი გითხარი მე კისერი შენ შენმა დაგიდგა ძეგლი სათა ოფისში უკვე მე შენ კისერი სუფრაზე ხე აქამდე არიან უკვე ამოსულები ადიანზე ვიდ იცი რამდენჯერ მოვტეხი კისერი ამას სუფრაზე აღარ მინდა მილიონი დოლარი გეფიცები ვეთყვი ეხა ბუკას და მონტაჟის დროს იმ ვიდეოს დავდებ რა ვიდეოს დავდებ რომელი აი ნიკოლოს ვიდეოდ გადა შენზე რო იძახ მე რა იმიტომ რომ დამცვას არა დავწერ ვაღიარე ბუხართან დამცვა არა ბუხართან არა ლევან ბუხართან ხო უფრო მაგარი აი ეხა ეს აყარა ვიტო ეგრია ბუხართან 27 იანვარს ამას არ უნდა ბუხარის ეს მოკიდებული აქვს 27 იანვარს აი ლევან ციკარი ლევან და მე სცენას გეტყვი რა ხალხი მოსული არ იყო ჯერ ადრე მივეთმე და ეს დაჟდა ბუხართან სვინო დალია და მე სად არის ნოდარი და მოაჯირი იყო ესე მაგრამ -4 გრადუსი იყო გარეთ ცხეთის გზაზე პატარა რესტორანში ვიჯი აი ეს იყო თან და ეგ იმოწובה აუ მარტო თხელი პერანგი ანუ мама იყო და შვილი იყო ერთად ვიყავით ო мама შვილი ვიყავით და ეს პერანგი გადაღიღილი და ესე აუ და სიცივე ყინვაში ეგ ვიდეოა არა უნდა დავდონო და რა ხა შედეგი რატო უნდა დადო შედეგი არ დადო ვიტო შედეგი არა ეთიკურია უგვიჩილებენ არა ვიტო შედეგს აღვიჩილებ მე მივკი თუ ზოგადად არა ხალხი რაღაცა უფლება დამცველები და ხო დღეს იმდენი დამცველია ნოდარის უფლებათა დამცველები მიშვილებენ მე კი ბანკებით დაუწავს კი ბანკა არა ორგანიზაცია ხო ქილა ხო მე რა ამას და ჯაჯანიძეს მაგარი ესე მაგაზის მაგარი პრობლემა შეექმნება აი ეგ იქით იყოსა წეგა ზბორის თმა მინდოდა და იმდენად შემაშინე ბიჭო მე 90-იანებიდან მოვდივარ და რაღაცებს ვიცახი რა ვქნა ეხა პრასტრელი რა მაშინ უცებ ვიტყვი რა ჯიგრებო მეგრებო გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი და დავალაიკოთ აი ეს ვიდეო ერთი გამოუშვი კოფეინო შევსვავ ლევანჩი გაუბრასდები იცი რა უნდა კითხო აბა რა აი მე და შენ ხა ხან ბენდუკით საუზე შეხვედრდო არ ხარ სადღაც მინახი ხარ რა ესე სულ აიცი და რა გლადიატორის ტიპი ხარ რა აი ეს ტრავმების ამბები აი რას დავაბრალო არა უყურე რა კითხოს არა კითხოს ისი არის მიდრეკილება ხვდები ანუ მე ვფიქრობ რომ მიდრეკილება არ მქონია არა და ანუ მაშინ რა პრობლემა იყო მიხედოს იყო თუ აი თუ ადრე თუ აი იცი რა დაგეუბნები ჩაკვეს ის ხო გახსოვს თემების კაი ყინეული თემა გამოძრა ბიჭო კი ცალობით მე რა ვიცი მე ხა თუნდაც მე და მამა ჩემი ვლაპარაკობდით რა რომ ჩაკვე რო გამოიყვანეს თამაშის დროს ხო იცი და მამა ჩემი ზახს რომ აუ რატო შეცვალა და ანუ დაჟე იმდენად მომწონსო ეხლაო რომ აი მაშინო ფორმაში იყო სანამ ტრავმას მიიღებდა აი ყაზახეთთან დაკრუტა იყო ხო ესეთი მაშინაც არ იყო რა დაჟე იმდენად დამინებულია და შენ ტანზე დადგა თან რაღაცა მოიჯეჭვა მაგრა ინგლისს ხო იცი ინგლისიო ანუ უმხელა იმას იმაშობა პროგრეს განიცდის და კარგად არის და რაღაც მაგრად მიჯერა ჩაკვესი და თვითონ პიროვნებაც ისეთია ხო იცი სუპოზიტივი ჩაკვე ოქროა რა ლაპარაკობ განსხვავებია ზუსტად მაგ ტრავმების დროს რა რომ აი ესე ხარ განწყობილი რაღაცების მიმართ ბევრად დიადულდება სირთულეები რომ გადავა. თან იცი რა ხალხს რო ჯეროდა და რო წერდე რომ მიდი ჩაკვედა რა მაგანაც იმუშავა. მაო ეხა ეგ არის ხალხს რო ჯერა ძალიან მაგარი თემაა რა მადლობა ნოდარი. ვა რა მაგარია მადლობას მეუბნება დიმა. მე შენს მიმართ შევიცვალე ძალიან. რატო? ძალიან კეთილ განწყობილია მე შეიძლება. კი. ეს დროებით. აუ ბიჭო აი უეჭველი უნდა აი აქ ხარ და ჩააგება. აუ მან მითხარი რა იტალიურად როგორ არის? გემრიელესი ლავაცა. È buonissimo. È buonissimo la faccia. Buonissimo. Is როგორ არის? Non è normale, pazzo. No, il pazzo, non è normale. Notare.
No, normale, Tima. ისე გადაშორისიანე ეს. აუ, ვინა ქართველები რო ჩადიან არ გადადიან ეგრევე თუ რა, ბიჭო. შენ როგორი იქნებოდი? არა, ლოჩოს ის მევასება, ის სურათი მევასება. ესე სუხიშვილების მოცეკვავესავით რო ის რო ზის დაჭიმული და გაუსწორდა რომ ისა იქცევა ყველა. ბიჭო, რო თქვი ერთი სამჯერ ესე მე ვიტყრეს რომ რონალდოსონ უდასინიო. კი არ დაცინი. კაისასმელია, ხო? უცებ მომინდა თო. აი ახლა სუხიშვილები გააკეთა და გიმშერი შენ ჩაიდგე ამისი ცოდვა. აი ახლა სუხიშვილები გააკეთა. არა, დააკაივისკე მაგრამ ლევან, ჩვენ პირველ რიგში მოვიხიბლეთ თავიდანვე, იმიტომ რომ ქართულია. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რა ეგ თემები, რომ ქართული და ზოგადად ხო ეგ ბიჭის ქართული. რო გავსინჯეთ მერე, კი, რა, ფილმებსაც ხო არ უყურებდნენ გახმოვანებით ადრე. ეხა ყველაფერი ლაგდება ეგა და ქართული თანსაცმელი და რავი, დიზაინერთან შეკერუები და რაღაცები მოსულა უკვე რა, ხო? ქართული დაუფასო. სინიორი. კი, დანიშნულოვანი. მე შენ ერთხელ მითხარი რა, შენ საომავლო გეგმებზე იყლაპარაკე. კაცო კი არა, გასო, პოცო. აი ეს არ გეგონოთ. მეგობრებო, არ გეგონოთ რომ შეეშალა სპეციალურად. შემეშალა არა, ისა მეეგეთები არ აი ესეთი გარკვევები და ვინც პალეტი რო დაუზახა ყვარას კაცო. გახსოვს აქრა ამბავიათა შეუვარდეს პალეტი შენიდე და რა ჩათვალა. ბიჭო რო აგინეს მუტე აქე ქართველები რა მაგრა იციან. მაც დი შეჩემი საშენა. კაცო დამიძახე და კიდე მეგაცადო. კაცო არა პოცო. პაცო. თუ პაცო. ის ანუ გიჟი რა. ხო და ესპანელ ლოკო. შეხარ ლოკო. მოტივი. ლევან. აი დროშა რა მაგარია ნახე. ბაზარი არა. აუ ჩემი ესენი დამჩა ყველა. დასამო მართლა? კი პანდემია. ხო მე თვითონ. რაღაცას მე თვითონ ვეცობ. არ გეტკინა მე? შენი თუ უფრო დვილია ხო? ჩემი ხელით ვიკეთებ რაღაცას და ესე რა. სვირინგებს ვიჯო. ვანახე. ჯიგრებს დაანახი კარგად. ეს მოდი. ეს ხო. ხანი შემოქმედება. ხო თან იცი როგორ იყო. აჩვენე. როგორც პასტა იყოსო რა, ვიღაც პასტა არ მინდოდა რომ გამელამაზებინა და რაღაცა. ისე ბევრი რაღაცები ჩემი გაგაკეთე. ბიჭო. იცი რა? ლევან. რა მინდა იცი? აიყურე. აი ფუტ ბალ მინდა დავიწერო. გამიკეთებ? ვაიმე. ნანახი, მაგრამ მომეწონა. რა და ჩემს საქსი და გამختარი ტიპი უნდა იყო და როჯა რო ეს გაიგე. აი აქ უყურე წარმოიდგინე ფუტბოლ. ხო და. მე მინდა ვამოს. ყველაზე მაგარი. დამაცავდე ბიჭო ერთი წამიკა. როდიდან მოდის? ფეხბურთი შეგვაყვარა რა. ნამ ყველაზე მაგარი გადაობა იცი რა იყო? ჩემთან ერთი თოკო არის, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი არის რა და აი ამ ხელა 7 წლის იყო რა და პატარები ვართ რა ვიზდევით. გასულ ჩემთან გარო მიყავდა. არ მაგას რა დამავიწყებს 15 წელი მივყავდა. გამჭოლი გადაცემა გააგზავნა. გამჭოლი პრასტელი გადავთარგმნე ზმა. გამჭოლი გადაცემა და აი ვაშე და შენ პატარა 7 წლის მოდის რა და ნახეო ბექემ არა გამჭოლი და მანჩესტერის ბალაშიკია რა. აჰა. მე გულშევატი ვარ და ვეთქი ეხა ვეთქი იმმა ხარო მოვა. ბიჭო მომისმინე მე ეგეთ რაღაცებს არა უყურე რა ხდებოდა მამა. ერთხელ ხო იცი ლაგუნაზე შევდივარ აუზზე წარმოიდგინე რომელი წლები იყო რა ვარჯიშობდი ცურავდი რაღაცა და წინაღამეს რეპორტაჟები მქონდა ორი თამაში გათეშული შევდივარ და ეს პატარა წყალბურთელი ბავშვები დარბია რა შესვიცი და უცებ მივდივარ რა შევდი უნდა შევიდე ხო ეს რომ მიადო და შეხვიდე რა და უცებ ამ ყლეობოლაძე მოგუშინო 12 წლის ბავშვი არის აი ჯიგარი ხო იცი და მე გავდივარ და ქუდი მუდი რა და მოტრელა მე მეთქი ბიჭო ой მეოდიბა გაიმშრალა ხო ეგრე არა გარეთ ვიყავი შესაძ იმდენი ვიცინეთ მოდი მე უთხარი ჩავეხუტებოდი ისე რა მაინტერესებს ისეთი მაგარი თემა იყო სახელები გეშლებოდა თუ სპეციალურად აგეთქვა არა ბიჭო მეშლებოდა თავიდან მე რო დავიწყე ლევან მე რო ლიგის საყვანა დავიწყე კაცი შვილმა არ იცოდა ვისრა ერქვა რა ბაზარი არა მაშინ სად იყო კომპიუტერი და ისე შენცე საიპ სრულიად სიტყვის შედო სასწაული დრო იყო და აი მართლაც იმის ანგარიშებს იმაში რაღაც ტელეფონით რო ეყავდი არა ჩვენ სხვათა შორის უეფასთან რო დავიწყეთ მაშინ პირველ სეზონში არა მეორე სეზონში მოგდიოდა უკვე რა რაღაცეები მატჩამდე რა ხო და ეგ პერიოდი იყო რა წარმოგიდგენთ ხალხი აგერ ბიზნე ბარათაშვილი ყავდა ბიზნე ბარათაშვილი ყავდა ის თვისაბნევი ქონდა იმაში ტელევიზორში გარჭობილი და პანტეონში დავდიოდი და რა ვიცი ის საშინელი თამაში ის ტრაგედია მაშინდელი იქ ნახეთ ზევი თო შეხა პატარა იყავი მაშინ იუვენტუსი და ისა რა ვარდა ტრიბუნები რო ჩამოენგრა და იზელი რა ეგ მე ამას არა არ გიხსოვე მაგრამ ხო იცი ხა იუვენტუსი და მე არ ფინალი მაშინელება ხდებოდა არის თუ არა ნეაპოლი ევროპაში ყველაზე გიჟი ქალაქი ფანების ეხა ელევა არ დავაგინო თუ ეხა იყო იცი რასაც ამბობს იმდენად ქაოსური ქალაქი აი ხო ხარ ხო იცი როგორ იცი ვაი არის არა კაი გაგებით ანუ მაგა უყურე მე მართლა პირდაპირ გეუბნებით რომ ფეხბურთელებს როგორ შეუძლიათ იქ ცხოვრონ
მართლა არის. ორი ის ფანატები, თურქები როგორც არიან, იმაზე ალბათ უარესები არიან. ორი უკიდურესობა არის. ვინც ჩადის, ან მაგრა უყარდება, ან მაგრა ეზიზღება რა. მე გადავირიე მაგალითად რა. იმიტომ რომ ფეხბურთი აი ეს ქაოსი ფეხბურთის თემაა კი. ხო, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე შენ ფეხბურთელს ვიქცე, აბა. ეხლა შენ არ გითხრას პირდაპირ. ასარიან, გარეთ რო გამოდის. გარეთ ანუ ფეხბურთელებისთვის გარეთ ცხოვრება წარმოუდგენელია რა, ანუ ვერ გადი. ფეხბურთელი კი არა, ბიჭო. ვარჯიშობ, სახში ხარ, ხალხი ვერ გადი. ეს შენი მე ყარასაც აქვს, რა თქვა ხო, მე ვიტიპარებოდნენ ქალაქგარეთ გადიოდნენ ხანსა წავიდოდნენ ხანსა. რაღაც მომპარახვით უნდა დადი. იქიდან მოვდიოდით ნეაპოლიდან. სენიორ ჩემპიონი რო გახდა. მითები ხო იცი, ნოდარ, გოდი შეგაწყვეტიე. მითები ნეაპოლზე. რო ჩახვალო, ყველაფერს ყარავენო რა. და ტაქსის ზღოლებიო. ბიჭო, არიან კი და ტაქსის ზღოლებიო. ესე მანქანა საათიან ხელს არ ყოფენ, იმიტომ რომ სკუტერი ჩაგილისო და ზგაპო გაჭრიანო რა. გაჭრიან არა, მაგრამ შეიძლება მოგადო. გახსნის და არა, თან კიდე ისო აკრძალული აქვს თუ დახურული ჩაფხუტები ციარულიო, რომ სახეზე პოლიცია მისნოსო რა. ხო, ყველა იციან. და მე ვაფშე იტალიაში როგორ თემა ეხა ჩემი დეიდაშვილი რომში ცხოვრობს 30 წელზე მეტი, ანუ იქაურია ტიპი უკვე რა და ხატვარია და რაღაცა ხვდები, რაღაცეები და რო ჩავედი, მითხარ რომ არ კითხო ქუჩაშიო როგორ წავიდეო. აი თქვა აქ რო ზიხარ და თემქაზე როგორ მივიდე და გაგიშვებს ბიჭო ემაში ფხეთაში. აი მოგატყუეს და მე მივიდა ტურისტ უთხარია დღეს ეგ გაუშიო რა და ეგეთი ტიპები არიან. გადაავე ხო кайფობენ რა მაგითი რა. პიცერიის შეხმა რო ის რო შეომარტყა? ხო, რაღაცა ეგ რომში ის მეუბნება რომ ჩემ დედაშვილი ყველაზე მაგარ პიცერიაში წაგიყვანა. ეხა იტალიაში პიცა ხვდა, კაი მიყვარს თან და დამაყენა რიგში ქუჩაა პატარა ესე ვიწრო და 197 ვარ თუ რაღაცა რა და ამას ვეუბნე შენ ბიჭო მე ხო არ აპეპინებ ხა 195 არ მინდა მე ვთხარი დავი დამონები არა უნდა დავდგეთო და თავის გოგოსთან ერთად იყო ვიდექი რა და რამდენი ხანი იყო ბიჭო ერთი საათნახევარი 2 საათი არა სიჩილას ხო არა არც პიცა რა პიცა ბიჭო გადავირიე და ეგეთ რაღაცებს ვერ ვაკეთებ ბაფეტო ხო ბაფეტო ერქვა ამ ტიპს რა აი რო დაგუგლო ნახავ და თავის სახელის ღვინო და შინაური პიცერია მეთქი აი რა უნდა ინტერესის გამ დავდე როგორი თემა ეხა გარეთ დგას მაგიდები და სხვათა შორის გეფიცები ეხა თუ ვიტყუებოდე ჩემ გვერდე იჯდნენ ვიღა წყვილი მაგიდასთან ჩვენ რო დავჯექით და გაიპარენ ბიჭო და ესენი გაეკიდნენ დაიჭირეს და რუსები იყვნენ რა და მოაბრე პოლიცია არა იცი რატო რო დააგვია არა წამეს და მერე წავიდე და რო დაგვიგვიანეთო იმიტომ წავე მოათრიე სამათმა და იასნია ყველაფერი და ჩვენ წავდა ყველაფერი ლევან მანქანა რომ მოდიო და ალბათ შენს გექნება ეგეთი ადგილები ნახი უნდა გადამჯდარიყავ ის კამით გაგეტარებინა გაგეგზელებინა წამა ეგეთი კუჩა იყო და ეს სახლური რაღაცები იტალიაში შიგნით რო შევედი მონიკა ბელუჩი ამ პიცერიაში დენირო ფეხბურთელები, ტოტი, შმოტი. ამ ტიპთან დადიოდნენ, ბიჭო. ეგეთი პელეა. და მე დამივარდა ეს პიცა. ამდენი ხეს დალოდინები და ბიჭო ზიوار მეთქი ავიღებ ხა მკიდია რა, ეხა შევჭამ რა მაინც და ხო ავიღე და უცებ თავში უყრიდა ბიჭო ტყაპანი რა და ეხა მე უკვე აქ თბილისში იმაობოლაძე ვარ რა ხალხი მსნობს და კეფაში რო დამასვა და მოუტრენ და ეს ბაფეტო დგას. 14 წლის ბაბუ ულაშებიანი. მე რა ფრატელი რაღაც ბავში ხარო ბამბინი რაღაცები მეთქი ამას ეხა და ირაკლი ხელი ბიჭო არაფერი არ უთხოვ ვაფშეო რა და ტიპი წავიდა და მთელი მაგიდის ხელაპიცა მოიტანეს და ჭამე მერე დამიჯდა სურათები გადაიღო და ბოდიშო და კისერზე კოცნა კისერზე კოცნა და არა ბიჭო ეხა მოსული ბოდია და არა მაგრამ აგრა მოუვიდა რა გამიკვირდა ბიჭო ძალიან პელი არა ბიჭო იქ ნოდარ ავი ხა ამან ჩემზე უკეთით ის ყველანაირ არ არის ხა ისეთი ადგილები რომ ცუდი პიცა შეიძლება იყოს კი არ ვიცი ლევან მაგრამ ნეაპოლში რა ვაბანენე რა ოღონდ თავის ღვინოა ხო იცი ყველას თავისი ღვინოთი არის და თან დილით არავინ არ ჭამს მაო 7-ის მერე რესტორანში მივედით და სადაც ის მარგარიტა დაარსდა იქ წადითო ლოკაცია ჩამიგდეს რომ მიხვალთო და 4 საათი იყო და ეს გაკურებული მიყურე და სად მოდიხარ მე ვთქარ პიცა გვინდა მეთქვა 7-ის მერე მოდიო მაგრამ ჩავიწერო რა ჩვენ საერთოდ არ 12-11 შანსი არ არის და დიმიტრი რო ჩაიწერა იტალიანო მე ვთქარე არა კიდეო იტალიელი ხარ რა ჩემ მეგობარს რესტორანია რა ნამ ზუსტად მაგას იქ იტალიაში რა და რო უსმენი რომ საქართველოში მე 11-დან რო წავა მე 2 საათამდე ღამის სანამ ბიჭო გულავი მიდის სამოდი გავხსნათო შე გადაო ხო ხო იდეაში რა მაგარი აზრია ესე ლევ ანუ ეგ
აუ შენ აკადემიაში გახსენი იქვე. იქვე შიგნით ხო? მე მანდ ვიქნები. მე სულ მანდ ვიქნები. ეგრები ძალიან. აუ დარწმუნებული ვარ მაგარ მუღამში მოვაწყობ, იმიტომ რომ ჯერ მე ხო ეხლა რა მინდოდა უცებ მე. აუ მაგარი იქნება მართლა. სამწუხაროდ ამბები შენი, იმიტომ რომ მე მაგსტროს ადრე ჩვენ ვილაპარაკე და იდეა ქონდა იქ მარკო ჯანპაოლო მიქ მაურიციო სარისთან ლაპარაკები, როცა გინდა ჩამოდი ჩემთან ერთად პრაქტიკებზე, ამბებზე. ნახე როგორ გადაცალი რა. ხტება? მან თუ ავიღეთ ეს ლიცენზია, ყველა მე ერთად ავიღეთ და ეხლა ბიჭებსაც შენ მაგრა ერთობოდით ხო მან? აუ მან რა აუ მანდი მაგარი დავიწყო შევზიზრდებოდა არა იქ ამბავი იქნებოდა წარმოიდგინე შენ შემოთელი თელი საგიჟეთის ასთავი ო ერთად რა ზოგი მოქმედი ზოგი დანებებული ახალი დანებებული და აი რა ერთმანეთს რევს ეუბნებოდა წარმოიდგინე უბრალოდ აი დაფასთან გასვლა იყო დაახეულ კენს აი რა ვიცი რა გიქრა და ამ დროს საიტებზე რა სერიოზული ფოტოები როიდებოდა ხო მაგრამ სიმართლე გიქრა არა ეგ მუშაობა იქნებოდა ეხა კი რაღაც მომენტები ხო იცი რომ გაქვს რომ საჭიროა რა მაგრამ იმდენად მაგარი აი რაღაც პროექტი იყო ეს ფედერაციის რა რომ აი თემდე მადლობას შეუბნები და დარწმუნებული ვარ რომ უფრო და უფრო დიდი ჩართვა და ის იქნება იმიტომ რომ ადრე ხა მე მახსოვს მამა ჩემის თაობა რა ფეხბურთს ვანებობდნენ რა ვიცი ზოგი პოლიციის განყოფილების უფროსი ზოგი ტექზე იდგა ზოგი ისა ხო ეხა არ მინდა ის რა ქვია ხო დღევანდელობის პლუსი რაც არის და რაშიც აიხლა გვეთყობა რომ ვითარდები და წინ მივდივართ ამ სპორტში ეგ არის რომ ფეხბურთს რომ ანებებს რა ამ ფეხბურთელს თავს დიდი ინტერესი აქვს რომ დარჩეს ფეხბურთში და განვითარდა აი მაგალითად ყობახა რა ეხლა მაგარია ძალიან ერთ რაღაცას ვიტყვი რა და არავის არ უნდა ეწყინოს და ყველას დიდ პატივს ვცემ და მიყვარს რა აი ჩვენი ის თაობა 91-ის კი თქვენი მშობლების რა მოკლედ რა ესე ვთქვა ფეხბურთელების აი ეგ თემა რო არ ქონდათ მერე ფეხბურთში რაღაცა მაგან ძალიან დიდად უკან დაგხვია მაგათ კი არ ვაბრალებ თვითონ გარემოზე ვლაპარაკობ რა სიტუაცია იყო ხელა გამოცდილება ბიჭო წარმოიდგინე შენ სიტუაცია მაგას გეუბნები რა მაგ იყო ოჯახი და რო რაღაც ფეხბურთში დარჩენილი ხო აგე ჭომა ეგერ არის ხო აკადემია გაკეთდა იქ რაღაცა თქვენ ხართ აგერ ისენი აი არ იყო სპორტა დარჩა ესე ვთქვათ მართალია რა სივრცე არ ქონდა რეალურად დასაკანი არ ქონდა მაგ ამ სფეროზე ფეხბურთში არაფერი არ ხდებოდა ძალიან რო ფეხბურთში ეს იმდენად ვიყვარს და გვაინტერესებს და ზუსტად მაგას ვიძახი რომ ფედერაციაც ეხმარება ძალიან ამ პროექტით ფეხბურთში აი ფეხბურთელები და გამოცდილი ხალხი ხარ მერება ყენო ძალიან წინ არის ყენო ძალიან აუ ყენოზე ისე წება არა ნუ შენზეც მაგრამ წება მაგრამ ყენოზე რატო იცი 14 წლის რო იყო მაშინ ვიყავი ლოკომოტივში და ბარსელონაში ვიყავით ერთად და მაშინ დავინახე ტიპი რა გეფიცები თუ ვიტყუებოდე ეგ იყო ბიჭები და ეს იაგო იყო ესპანელი და ამას შეჭამთ 12-ზე ამას შეჭამთ 2-ზე ეუბნებო და ბატონებს ყველა ავტობუსში მიათოქლავდნენ და ყრიდნენ ეს ბიჭო რო დაждდებოდა ლევან ეგეთი რა მართლა არ მინახე ვერ არის კარგად რა ყურთასმენებს ჩამოიცოდა და ყველა პუნქტი ეძინა სადაც შანსი იყო და 14 თამაში გვათამაშეს 21 ბურთი გაიტანა ბიჭო მერე დაამტრიეს მაშინ იყო კონტრაქტზე ლაპარაკი რა უკვე და მერე ბაქოში ვიყავი ლოკომოტივიდან და ეს ინტერი და ესენი ხოვდები ცხენები როყავთ რა ეს მოთამაშეები დამტრევები და ამირანმინაშვილი იყო ტიპს ურახუნებდნენ პატარა ბავშვი იყო ბიჭო 10-ია ყველა და შემოვიდა პრეზიდენტი და წავიყვანო ისო დამიტოვეთო ესო რა მეთქარ ყველა ზაადე ხელი და ამას თავი და შეტევა მახსენდება იტალიასთან აი თუ გამაზა აიმე თან კომფორტულია ხო მე როტიო და მთელი ეს ტაიმი როტიო ძალიან შემეცო და მართლა აი მაგრატ ეხავს ხო ეგეთი მაგაცის გაფუჭება აი კინო მართლა გეუბნებით აი რა ვიცი 15 წელი ვითამაშე და რა ძალიან ისეთ ფეხბურთელთან ერთადაც მომიწია როგორც გუნდელი და როგორც მოწინააღმდეგე თამაში რომ რა ვიცი რა გითხრა აი ენოსნაირი რა ისვიათობა იყო რა ცხენზე გამაკლაზე მაგ ხო ნუ ვიცი შორიდან და კადრებით ხო ეხა რა თქმა უნდა რომ კინკლა იყო უნიჭიერესი ყველაზე უნიჭიერი და დღემდე ვიძახით რომ ანუ კინკლას მერე იყო ყენო რა ვიცი რაღაც სასწაული კინკლას ხურება არის ვიტრიბებოდით გეუბნები ვისკენაც იყო ის იგებდა რა ხო უჩრის რა იმდენად მაგარი წვეთში ეგრეა გეთახმებ აი
ბიჭო ხო ეგეთ ფუტბოლისტი აი ჩვენ ხო ქართველებს ყავდა რა ყოველთვის ეგეთი ფეხბურთელები. ეხლა ეს არის აგერ კვარა კიდე ის იქარი, მაგრამ მე ყველს ეხლა შეიძლება ყველა არ დავასახლო, მაგრამ მე ხო ხვდები აი ფანტაზისტას რო ეძახიან რა, რომ გევასება რა ყურება რა და ამ დროს ეხლა ისეთი ფეხბურთელები როგორიც ჰალანდია, როგორიც ზლატანია, როგორიც სტილით შეგქონდა რომ გაქვს მაინც ამას ვიტყვი. ეგ არის მაგის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს. ლევან იქიდან შენი მეგობრები კვარაზე და ჩვენ ქართველებზე ბიჭებზე რას გეუბნებიან? აუ დილორენცოს ისე უყვარს კვარა, რომ დაუშველი არ უყვარს ეგრე კვარა. კვარა როგორც უყვარს. იმიტომ რომ რა ვიცი აი აუ ჩვენ ორ კვირაში ერთხელ მაინც საუბრობთ ეხლა და სულ მაგას მეუბნება რომ აი ეს ბიჭი ესეთი აი რო გიხარია ხო იცი შენს რა რომ აი თავიდან რო ჩადიოდა კვარა რომ მიდიოდა ნაპოლიში რა რომ გადასვლა ზელისკი ხომ წერდა მარიო როი ხომ წერდა დილორენცო როგორია პირო ან იქ პირველ რიგში აინტერესებს სულ პირო ადამიანი კი ბატონო ო რა ეხა იქ და მაგის ზუსტად მაგითო იყო რომ კვარას ეგ გაუადვილდა რომ პიროვნება რო ჩავიდა идеალური, ყველა დაუდგა გვერდში და კვარა იმდენად ჯიგარი 20-მეტრთან მარტო ეგ ზვაგაცობდა რა. ო რა 20-მეტრ ხო. კასტინგზე იმიტომ ავიყვანეთ იმამ სპორტულ არხს ცნიდით რომ кай მაისური ვიყიდე იქვე, აი ორიგინალი და დაუტოვე კვარას. სუნთქვა ხარ. ჯერ ბადრის დაუტოვე და მეთქი ხელი მოაწენე გუნდს მეთქი და კაი ნუ ჩამოვიდა ისო და არც ხონდა იმედ მე მაისური მაინც ჩამოვიტანეთ უკან რა ციგნის დაუტოვე და ჩამოვიდა ბადრი და ისო მოდი მაისური ჩამოგიტანეო და წავიღეს მაისური ციგნით ხელმოწერილი მადლობა უთხარი ბადრის რაღაც ყავადავლე წავედით სახში არც მინახია რომ გავშალე ზემოთ პირველი რაც ეწერა დიმას ელ კაპიტანოსგან და ხელით ხელმოწერა ანუ კონკრეტულად სახელით უკითხე ამის ვინ არის ეს რაღაცა და ამას ვთქი ესე და სახელით მომიწერა ტიპა და ეგ მაისური ჩემთვის ეხლა იცი რა არის ისტორია ჩემთვის ეხლა ეგ მაისური ნაპოლის მაისური კი არ არის წარმოიდგინე დილორენცო მოიყვანეს ემპოლიში სადაც ცედან და ვარჯიშებ რომ დავინახე პირველად რა ნუ ამას სადაც შეში რა უნდა მეთქი სედაცში იყო? ცედან მოიყვანეს ემპოლიში. წარმოიდგინე რა, ბე არ ქონდა ნათამაში. ცეში რომ მოიყო ცედან რომ გადამხტარა რა. ხო, ანუ მეთქი, სად იყო აქამდე? შენ დროს კაცო მე შენი გუნდელი იყო დილორენცო. შევწილი ყავში, კი. მე ეგეთი რაღაც ერთ-ერთზე თამაშის დროს ფეხბურთელი რა, მე განვითარდა და წინ ესეთი არ იყო. ეხლა პირიქითაა, ხო იცი, წინ პრო არის ხო, მაგრამ არ ჩანს მაინც. აი ხო ხვდები რას გეუბნები, ხო არიან ტიპები ვინც ფიზიკურად მე ეგეთი მაგარი ეგეთი რა. თან ჯიგრიანია რაღაცა ტიპია. იტალიის ნაკრებში განსაკუთრებით კიდე უფრო მაგის როლი გამოიკვეთა არ მეთანხმები. ძალიან მაგარია და ლევან, აი მაურიციოს სარისთან ხო არ ქონია ლაპარაკი, მე ხო იცი, მაგრამ მიყვარს და რაზე ვამბობ? ლექსი თქვი მაურიციოს სარის. ვიდი თქვი. არ ვიცი მაურიციოს სარის. თუ ვიდე იძახდი აბა. არა ბიჭო რა. არა ვიღაცა საშინელ ლექსი და არ ვიცი და ოთარაში ხო არ შევა მამა ლევანა გახდა ჩედლო გახდა დიმას გუნდელი ეგრე ოთარა ისინი რო ჩავისვი მაგდონასთან ჩემს თვითონ ერთად ვიყავი და ოთარა იდგა მაგდ კემპლიდა და ჩავისვი და იმის მერე ჩემისონ ერთი წელი არ მელაპარაკებოდა უკანით და ლექსებს კითხულობდა არას ეფექტზე რა ხო დაურეკია სარის ან ხო არ გიბაზრიათ რომ ნეტა ჩემ დროს ყოფილიყო და სერიალი ხო იცი სახერა დეტალებს კარნახობს ეს უნდა თქვა მიყვარს რა სარი სარი მართლა აი გეუბნები რა სარი ვიშტე რამდენ წუთთან ერთად მიმუშავია მაგრამ სარისთან მომიწეს 3 წელი რა სულ 3 წელი კაისრუის არის ნუ ეგეთი პიროვნება ეგეთი ანუ ესე ვთქვათ განსხვავებული და თან დადებითი ამ ყველაფერთან ერთად ნუ არ ვიცი რა მართლა ცხოველები უყვარს და უგებს თან ამასაც კი მე შენი ზაღლები ვიცი ერთხელ ისე ვიჩხუბეთ ხო იცი რა რომ სახში მიმიყვანა აი 2 საათი მიგრეკა ავტპასუხობ ისეთი გაბრაზებულები ვიყავით ერთმანეთთან რა ძელისხის გამო წარმოიდგინე რა ფეხბურთელის გამო დავიცავი რაღაცაზე და ალტეხეთს და ერთი ამბავი იყო მე მირეკავდა რაღაცა ბოლოს მივედი სახში და სახში რომ შევედი მარტო ძაღლი ეგ და აი ბოლო სიგარეტა შევედი რა ესე შევედი შენთან არა მაგას იმასთან მეთქი არისთანო და შენთანო გაჩული შენ თუ გაგიხეთქავ თან ხო და აი ძალიან ისეთი სწრანი იყო და ქართველებზე იყო ძალიან დადებითი რა კანკავა მახსოვს მე კანკავაზე აფრენდა კანკავაზე იძახდა დნიპრში რო იყო რა დნიპრში რო იყო კანკავა მაშინ აი აუს ოღონდ ეს წამომაყვანა სადაც წავალო რა ხო თან უკვე გადაწყვეტილი იყო ბოლო სეზონში ის სადღაც იანვარში უკვე გადაწყვეტილი იყო რომ ნაპოლიში მიდიოდა და იქ უნდოდა მაგარი ნაპოლი მაგრამ ხო აი რა აუც მასწავლე ნაპოლი იყო მართლა რა მოდი მივადგეთ ახლა ვილის და ჩვენ ნაკრებს არა დიმა ჩვენ ნაკრებ ბოლო 4 თამაში განსაკუთრებით სამწუხაროდ
ერთი ქულა მოვიპოვე და მაგას გინდა მიადგე? არა, მანამდე აი ჩემის და ევროპაზე მე ფინალში გავედით. გავიგე, მაგრამ ბოლო რაც მოხდა და ის გვირგვინია. იმ გვირგვინზე მივალთ. თქვენ გინდათ რომ დემურა, აუ რა კაცი აქტივილი რო დაიწყო, ბიჭო, ნაკრებზე რო დავიწყე, აი მაშინ არ შევიჩრიეთ. მაშინ არ შევიჩრიეთ. გაგიჟდა კაცი დო. ამა ნაკრებზე გვითხრი, მე მახსოვდა რომ ევროპაზე ჩვენთან გადაცემაში ვიბაძეთ, მაგრამ კაი, აი ევროპით დავაგვირგვინოთ, უბრალოდ აი ბოლო თამაშები მიმოვიხილოთ და მე ცოტა რთული თამაშები მქონდა. რაღაც დანაკლისებიც იყო, ხო ხდები რაღაც იქ ბოლოს რა ლაშუტაც იყო და იყო დისკვალიფიკაციის გამო პირველი იმასთან ვალი არ იყო რა. ნუ დოგლუჩა დააკლდა. აბა იმ ბოლოს თამაში უეჭველი აყენებდა თქვა კიდევაც. მითაუტადეს უთამაშებლობაც არის, იმიტომ რომ მითაუტად ძალიან მნიშვნელოვანი კი რა. ნაკრებში ხრის უბურთებს ბიჭო, სასწაულია ეგ რა. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ანუ ისეთ ჯგუფშიც ვიყავით, რომ ზოგადად ის გვაქვს რა ჩვენ ქართველებს გვაქვს. ესე ვთქვათ გემოს რომ გაუგებთ რაღაც კალს, მე რო გვინდა. აი მე ტრაგედია გვემართება რომ ვაგებთ მე რა. ვიხოთ კიდევაც ეხა. ხო, მაგრამ არ უნდა მოუწყდეთ რეალობას. ო, რეალობას არ უნდა მოუწყდეთ და რაღაც ხო ხდება, მაგრამ ვიბრძოლეთ რა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბრძოლობ კიდევაც, იმიტომ რომ აგერ ორი თამაში ისეთი გველოდება. აი ერთი წამი შეგაწყვეტი. არც ერთი თამაში არ იყო ეს წაგებულები და არც ის რომ გვეთქვა რომ ჩვენ ჩავიჭვით. არა, მომენტი ქონდა, ეპიზოდებმა გადაწყვეტა, იქ ბუდუს პირველი რო შეეგდო, ბიჭო, იქ არა, არ იყო ეგეთ თამაშები, ძმაო. და ტრაგედიას არ უნდა შექმნათ. იდეაში არაფერი პრობლემა არ აქვს, ეხა ეს უნდა მოვიგოთ სომხეთთან და დარჩეთ იქ სადაც ვართ რა. სხვა არ არის ეგრე? მენისთვის არის უბრალოდ საჭირო რომ ეს მოვიგოთ, იმიტომ რომ უბრალოდ ვიღაცას გონიავს სომხეთი მარტივი მოსაზრებაა. არა, რა მარტივი, რა საპარაგო. მარტივი ფეხბურთში, რა ვიცი, ეხა ლუქსემბურგთან წახვიდოდი და რაღაც წლების წინ ბიჭო ფარერი აიღე თუ გინდა ვინც გინდა აიღე კაცო რა ვაფშე ყველა თამაშობს მაგრამ სანმარინოები და ესენ ფეხბურთს თამაშობენ ზო თავია რომ ნაკრებს ეთქობა რომ ნდურობა რა ნდურობა მე მაგრამ ვიყავს შენ ნაკრები აი როგორც შვილები ისე მიყვარს პირდაპირ გეუბნები რა აი საოცარი კარგი რეალური ზღაპარი ასასწაული იყო მართლა ეგეთი აი ხოიცთან ახალდანებებული რო გაქვს ეს ყველაფერი რაღაც ოცნებობდი რაღაც და სულ ის ქონდა რა რომ იქაც რო ვიყავ თამაში რო ვიყავი რა ჩეხეთთან ვიყავი თამაში და იქ ევროპის ჩემპიონატზე რა სუის განცდა მქონდა მე გონა რომ მე ვთამაშობ და ბიჭებმა მიაღწიეს რომ მადლობას უხდი დღემდე რომ აი რაღაც როიც ამდენი ხანი შე რო წვალობდი და რაღაც რო აი სადღაც გავი ამ ბიჭებმა შეასრულა შენ ბიჭო ხსინანულის გზო კარგი გაგებით რა ხო ხდები ხა გეკნება რა რომ პირიქით რაღაც არა ვერ გაიგე შენ შინაგანას როგორც არა სპორტული კუთხით გეუბნები რა ხა სპორტული შენ ვინო ხერი მამაძაღლი ხა 1000%-იანი ამ გუნდში ძალიან მაგრამ ჩოულებრივად ხო ხდები რას გეუბნები რა ხა არა ეს ან სინანულს გეუბნები კრივით ხა თორე შურს კი არ ვაბობ კაცო სინანული მე მაგრამ შურდა ყველასი ვისაც ყავდა ისეთი გუნდი რომელიც ევროპაზე თამაშობდა რომელიც იმას უგებდა რომ ყველასი მშურდა ინგლისელების იტალიელების ყველასი ეხლა აღარ იმიტომ რომ ისეთი ამაყი ვიყავი მეორე დღეს ბიჭო ვერ მოვდიო შოკში ვიყავი ლევან მართლა სერიოზულად სახში როგორ ჩავედი იმ ღამეს თუ მახსოვდეს გეფიცები კარებთან რომ მივედი ძაღლი გამოვიდა მაშინ მივხვდი რომ სახში ვიყავი სახში რაღაცას ვფიქრობდი რომ ეს მართლა მოხდათო 26 მარტს გეხვედი 26 მარტს გეხვედი ხო 26 მარტს ხვედი კაცო რა ვიცი ძმაო რა 19 მატჩების მოგება ვისწავლეთ ან ეგ არის ყველაზე მაგარი და მაგარი თაობა ხო მაგარი თაობა მოდის რა ეგ არის ხო ეხლა იქ იდება ხო იცი ეს აი რომ გადახედო კარგად ძალიან წნარად უნდა ვიყოთ რა და ეხა შენ რასაც აკეთებ კიდე ეგ თემა ცალკე ძალიან წინ წაგწევს და კიდე ის ტრანსფერები რაც მოსალოდნელია მე მაინც მგონია ჩემას ვიტყვი რა ისეთი გარემო შეიქმნა ეხა ხუჩას გარშემო რომ მე მგონია რომ მაინც გაუშვებს ის რა ეხა ეგეთი ბოროტი ტიპის ხო არ არის ეხა ნედია ბიჭო რა ვიცი ეგა მე გოგლიჩას ტრანსფერი კიდე რა ეხა ემპოლი კარგია ძმაო ბაზარი არ არის რაზეა ლაპარაკი მაგრამ ხო ხდები ყველას გვინდა უფრო მეტი ეს ზურიკოს გვინდა ისიც ყველა ემპოლისაც ეგ უნდა ხდები ემპოლის თვითონაც უნდა ჯერ მისი პრესტიჟი არ არის ო ხა და ფულსაც აიღებს და ფეხბურთელს აი სიმართლე გითხრა რა დიმა იმის რა ქვია მილანის რო იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ნაპოლი ხო 7 ჩემი ყოფილი გუნდები თამაშობდა თამაშს რა ხო ეხა წარმოიგინე რა ჩათოლე რომ ემპოლი არის ტრამპლინი და ეგ აქვს ემპოლის წელი აზრი და ისიც რომ აი ნახე ემპოლისთან ერთად რატო დავიწყე და
აკადემიაზე რო ვლაპარაკობდი რა, რომ აი მოდი წამოდი ვიხიდოთ რეალ მადრიდს რა უნდა ყიდვას, არაფერი, მარტივი, ჩავფრინდები, ვიტყვი ფას მეტყვიან, სახელს ბლოგოს მომცემენ. შო და ვიღაცას დანიშნავს. ხო რა, ანუ რეალურად რეალობაში რო ვიტრიალოთ და რაღაც რა, უფრო მარტივი არის ქართული ფეხბურთელისთვის დღეს, რომ მოხდეს ისეთ კლუბში და გაიზარდოს ისეთ აკადემია, ეხლა პირდაპირ გეტყვით, რომ აკადემია იტალიაში არის პირველი ემპოლი და ატალანტა. ემპოლი და ატალანტა. მან აი ამ ორ გუნდში ხალხი ცდილობს, რომ მოხდეს, ბავშვი მოხდეს, ის გაიზარდოს. იმიტომ რომ ყველაზე დიდი ტრამპლინი არის საერთოდ, რა. აუ, წარმატებები, მაგარი. ცარიელიჩი კიდნო და არ გადაბრიო ეხლა. შეავსი. ჩვენ ბავშვებს. ფორჩუნი. დიმას. რა ვქნა ეხლა, რა გინდა შაქარი გინდა ამიციოს განცო? დიმას ვეძახი ფორჩუნის. ლევან, ძალიან კარგად ფიქრობ და აზროვნებ შენ ჯიგარი ხარ. რაღაც რეალობასთან ეხლა შენ რო შვილი მიყავს სადღაც ხო ხტები, უნდა ვიყოთ იქ რაღაც რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, რომ რასთან უფრო ახლოს ვართ რეალურად. გინდა პირდაპირ გითხრა ეხლა მე. აი მე შვილს ალბათ. ჭედლიძეს. შო, მიხედე საქმე შეცემა. ჭედლიძესთან ვიყავს უკვე მევასება რა პირდაპირ. ბაზარი არ არის რა. ხო და იმედი მაქვს რომ ბევრი ესეთი შენი ძმა ვაფშე ჯიგარია შენ როცა ვერ გიკავშირდები ხოლმე მაგას ურეკავ ვერ ვიცოდე რა. კი. მე ჩემი ძმა ის მერე წურს გაიგე და ამას უეშე. გიო მოკითხვა აქედან ოქრო ხარ პელეკაცი. არა ეგ შემთხვევები იშვიათია ეგ ეს რომ არ გაგცეს პასუხი. ერთ-ერთი მაინც გაგცემს რა ბოლო-ბოლო. აუ ეხა შეჩევ რამდენი მეგობარი გადავხსნა. ვიდრე შენ მომისვლია წამი ხა შენ კიდე რატომ მიყარ ხარ იცი? წვეთი არ დამილევი ხარ დაიწყოთ მე ჯიმშერი გალაპარაკი. გათიშული. ზაღლები რო გიყვარს. აუ ზაღლები კი არა ზოგადად ზაღლები არიან რა ვიცი რა ხო იცი? იმდენად ერთგულები არიან და იმდენად ვიჭო არ ვინ მაგაზე რო განვაცოთ ლაპარაკი ეხა. ურთიერთობაში შევდივარ რომ აი ადამიანთან არ შემიძლია იმდენი ლაპარაკო. შენ რას ამბობ ბიჭო და მე უღო ხო იცი როდის არის მე კრიზისი ის რო დაგელაპარაკება უკვე დაგიბათო არის. ო და ლევან სენიორ შენ საფეხბურთო გემოვნებას მივყვებით შენ გენაცვალეთ შემონოდარი. შენ იმდენ ეხლა აქ რა თქმა უნდა არ გავაჯერებთ იმდენ პრობლემაზე ვისაუბრია ჩემთან. ქართულ ფეხბურთში ყოფილა რაც არის რაც იქნება ზოგადად ხელები გააჩერე დაუიღარ ქარია ისე და ზუსტად ვიცი რომ ყველანაირად გამოვა უეჭველი მჯერა რა მაგის რა ვიცი რომ შეეცდები რა აი უეჭველი ჩაყრი იმ ფუნდამენტს რომ ბავშვი მომავალი თაობა სხვა კუთხით ევროპული საფეხბურთო გემოვნებით გაიზარდოს ფუნდამენტს რო წაყრი კაი ცემენტი ჩააყრე აი ამას ხო ხედავ ფუნდამენტი ხება არა მოყვა აქ სამშენებლო ტექნოლოგიები ან ჩემი სამ ტექნოლოგია მე ხო შენ ხარ ცუდი არქიტექტორად ვიყო. ბიჭო ეს არის მსახიობი კაცი რა და ლიტერატურა რაღაცები ეს არის ცუდი პრარაბი მე ვარ მე ესეთი სპორტული ჟურნალისტი ეს მრავალმხრივ განვითარებული კაცია უგზო ეხლა მე უნდა ვეთამაშო ცოტა ხანში ისეთ სურპრიზი გელოდებათ ამასთან დაკავშირებით ეხლა არ ვიტყვი რა სურპრიზია შენს არის მე გეტყვი შენ მე იმ ვიდეოს დებს ის რო დავდო დაგვიჭერე ჩემი აი მარტო ეგ მაგ ბიჭო აი მე ლევან შენ რო გამოგიო მე მგონი საში ფაღიფათო არა შანს რავი შემთხვევით არ ვინმე ისეთ არ ჩაუვარდეს ჩემს დაუგზავნეს ის პერანგით რო გდივარ ასუხის მარტო ეგ არა სხვა ვიდეოებიც შემიძლია სხვა ვიდეოს ბოთლს გესვი ბეჭი სხვა ვიდეო არა ბოთლს გესვი ბეჭებშიო ეხლა დრო არის აუ კინაღამ ფალსი გავა ხილი მოვდა თუ კვილი შეცემა აუ ჩემი რა გამივა კინაღამ თვალი ამოთხარათი ჯიშერ მაგრა ათროს ჩემი თით სათითე ეს ჩას ეხა რამე რო იყო აი ეს აი გამიარეს მატრიცა მეგონა ჩემი ეს მომეცი ეწამი ეს არა ეწა მომი რა არ დაჭრა ბიჭი მე მექნება გაუჩი ეს არის წიგნის სარჩევია დიდი წიგნობარი გამომივიდა ეხა რა და ეს უკეთია თიძე ატრე 4 ჯერ მაქვს მე ნაპოვნი სხვადასხვა ადგილებში დამივა ბიჭო თამბაქოს ხო გადავე აი უყურე ეხა ეს რომ მოხვედრო და თვალში წარმოიდგინე სად გაუვარა ლევან კორპორატივი მომივლიდა საცალ არა შენ ისეთები მოხვედრია თამაში დროს მე მექნება ბრა ეხლა მინისო თამაშობ ხოლმე ხო ეს ბიჭებთან ერთად რა ეხლა იმ დღეს ვითამაშეთ ფოში გეოსება თან დგომა ხო მაგმინიზე რაღაცა უნდა კითხო მე რა იქნებასება სადაც ბევრჯერ ვეხები ბულს რა არ მიყვარს ეს წინ დგომა რა და შუაშიან სადღაც და სუმაგას მეჩქოვია წადი რა ბიჭო მოკამედი როცა ხარ ხოლმე რო ჩამოდიხარ რო იყავი უბანში რატო თამაშობდი ფეხბურთს ხო შეიძლება რომ დაემტრე არა უყურე ეხა მე ვიძახი ეხა ეგ თემა შენ გვაქვს ბენდელას თასი რო ტარდებოდა ხალხი პენტროვში ხო გახოგვიძე ესენი დემე ყველა თამაშობდა ბიჭო ხო ნახე როგორ რაღაცა და იმათ რომ ცოდნოდათ სერიოზული პრობლემები გექნებოდა შენ უშვილო დამირეკვა შენ აი აუ რას მირჩევო რა ეს ინდივიდუალური ვარჯიშების პირველ რიგში მეუბნები რომ ქუჩაში გავუშვით რომ ითამაშოს ო არა ეგ ქუჩის ფუტბოლი ხო ანუ
ჩემთვის იმხელა სიამოვნება არის თუთის ფეხბურთი რა. ხულიგნური ფუტბოლი რა, ფანტაზია. კიდე კარგი გაგები და ესე ვთქვათ, სინაგლე რაც ფეხბურთს ჭირდება, პროფესიონალურ ფეხბურთს. მე რაც ნასოკები მაგ გატანილი. ხო რა, აი ზუსტაბარაკო, შენ მაგ პრობლემებზე გიბაზრია, ჩემთან რომ არის რა რაღაცა კუნძულებიო დარჩენილი იტალიაში ჩაჩოვის. ალერმოში ქუჩაში ესე ორი ქვა აქეთ იგი დგას და თამაშობს. ლევან, ისე ეს ნასოკი ახლა ბოდიში რუსული ის არის, ჭყვინტი გაია და რატო არ ურტყავე ბიჭო? მაგის აღება შანსია გამორიცხულია მინიში მით უმეტეს პენალი. ნო ჭყვინტი, ნასოკი. ნასოკი მე ხა კარგად ვერ თამაშობდი მაღალი კლამა, ფეხბურთს უთამაშობდი რა და ის რამდენი გოლი მაგათალი ეს? აი ფეხბურთი დავგეგმოთ და ფეხი არ ფეხბურთი არ მინდა ფეხბურთი ვითამაშო. მე მკივა ლევან, მე ჯვარადინებმა გაკეთებული და მეშინია რა ფეხბურთის თამაში. მართლა გეუბნები, იმიტომ რომ აი ეგრეთ წოდებულ სამაგრად გას. კი ლევან, რას ლაპარაკობ? მოусმი ლევან. აი ესე ტიპი არსიკები ყავს, გაიგე ბიჭო, კარში მაგრად გასო. ბოჭკი ბისა კასრი. კასრი ცხარ და ბოჭკი. ყველა მოქნეოზე წევს ბიჭო. არა, უთხარი ლევან. რავი, სადაც აჭირა. ამას აუღე? არა, მე არ ვიხარ. ფეხები არ აციოს თორე. ეს კაი ყურუმსაღია რა. არა, არა. შენ იცი ჩვენი პირველი ლაილაის ისტორია იცი? არა. კაჭრეთში იმათ რომ მოუგეთ, ეგ არ იცი? იქ სეივები მაქვს? არა, მართავს. არა, არ იცი ეგ მართლა? გადაობს ყველაფერზე. არა, ბიჭო, რას გადაობთ გას, კარში კაცო, რა სისულელი. არა, იცი ვის მოუგე? მე შენზე ვილაპარაკებ, რა რეალურად. იცი თუ არა? შენ ახლა ვერ მოგიგებ ალბათ ახლა ხეცი ვითახარ, რა ვიცი. მე ძალიან მithra რომ კარგად თამაშობს. ნორმალურად. შენ მეგობარ ჯიგარია, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ უთხარი ჯიგარი. ეს ლუკა იოსელიანი ჩემი ბავშვობის მაგაცი მეუბნება ინგლისს სადაც. ვიცნობ, კაცო, ვიცი. ხო იცნობ, ხო? კი, კაცო, ხო და სახალხო ერთი დავწყობ. მაგრა თამაშობს ზაანო რა და. მაგრა არა, სამოყვარულო ტიპი ვარ რა. კი, კი, არა, არა. ყოველ შემთხვევაში კონკურენტუნარიანი ვარ და თამაშს არ გავაფუჭებ რა. ხო, ყველა ბურთზე დარბი ვარ, ყველა პერსვები, აი რა შეიძლება. ბიჭო, ფეხით კი ვარ, ყველანაირად სპორტი. ჯვარედინები. 20 წლიდან თქვა ფეხი და 32 წელი. კედლო, მე ვარ 57 წლის ხდები და დამანებეთ თავი. ეხლა რაღაცა იდიოტობას ათქმევინებს. არ თქვა. ყველაფერი წააგოთ მაგისტერის. მოიდა ვითამოთ. მაგისტერის ყველა თამაში წააგოთ ჩემ. ნოდარ, გინდა ჩოგანი გათხოვო. გარყვნილო. აი ესეთი გარყვნილია. მოკლედ, მეგობრებო. ჩოგანს გათხოვებ, თავი არა აქვს. შეიძლება ბიჭებს მიუღოთ. და მიეჩვევი, რომ მექანიკის ტარებაც არ იცის მანქანის. შეიძლება ვასწავლო. გარყვნილია რა კონტექსტი. ავტომატიკა რო ჩაბარებული. აფასი რა, არაფერი არ აქვს ჩაბარებული, ამას ვინ ვიცევს. ამას ფსიქოს ვერ იღებს 6 წელია დადის. შეხედე ხა. შეიძლება მივმართო. და შენ რო იყო ხა, ექიმი ამას ფსიქოს მიცე? აა დავფიქსდები რა. არც შენ არ ახერხებთ, ლაზის რა ქვია. სხვათა შორის სანსიროს ბალახებ აზლილი მაისური მაქვს არ გამირეწავს ის მოიხა. შენ რო შეამდე. მეგობრებო, გამოვიწეროთ ლაილაის YouTube არხი, დავალაიკოთ ეს ვიდეო და აი ესეთი კიდევ გავიმეორებ მაგარი, კარგი პელე ხალხი გვეყოლება ხოლმე სტუმრად და მივირთვათ. პელე ხალხი არა, დღეს უკვე კვარა ხალხი. კი ბატონო, ეს ხალხი გოდო რაღაცა ხალხი. აუ როგორ ასწორებს ეგ ბავშვებს რომ არიქები და მესი და რონალდო რო მესი და რონალდოს გადავიდო. შეიძლება დიდი პატივი არც რომ ხელი გიხვალ. ჩვენი მაისურები ყველა საქმეა. კვარა გესმის იქ ჩაკვე. არა, ვიდო რას ლაპარაკობ. რაღაც ანუ მოთხოვნებო, უკვე. დე, ერთსაც ვიტყვი. მიდი ზმა. უყურეთ ლაილაის და აი ეს ჩავი ინიესტა ერთად მივირთვით. ლევან, თქვენი თაობის ერთ-ერთი პრობლემა, თქვენი წინა თაობის რა, მე მიმაჩნია პატარა ასაკიდან არასწორი განვითარება, თავის კვებით, ეხლა მე რო შალკეში, გელზეკრიხეში რო ვიყავი, მაშინ კობი თამაშობდა, მაგრამ არ იყო იმ დროს იქ და ვიღაც სხვა იყო, შემიყვანეს მაჩვენეს სიტუაცია. გავგიჟდი შეჭ. რაღაცა რო. კომპიუტერი მაჩვენეს, ბიჭო, ბავში მოიყვანე წელიწად აკადემიაში ბავში. აი, ცეცხლის. ტიპი შეყავთ კუნთებს უზომავენ. ყველაფერს ზომაში შეყავ და დაახლოებით იციან ეს ცენტრალურ სვედად მარცხენა სადღაც თამაშო ტიპი წარმოიდგინე. კი ეხა მე კი არ ვიცახი რომ აპრიორი მეცნიერულად ეხა ეს პირდაპირ გეტყვი რა ეხა აი ნახე იდეალურ რაღაცასთან მე გოგლჩა რომ ჩავიყვანოთ იანვარში. ემპოლში რო გააფორმა აი ეს კონტროლი რო გაიარა ფიზიკურად საქართველოში იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველი. ხო. რო ჩავიყვანეთ იმხელა რაღაც სტომილობა დარბაზში ვაფშე უმშავიაო, ანუ ის კი არ არის რომ წარმოიდგინე რა ეხა და სადღაც 6 თუ 7 თვე ფეხბურთელი 50 წუთიან ვარჯიშს ვერ ამთავრებდა წარმოიდგინე რა და საქართველოში 2 საათიანი ვარჯიში ჩვეულებრივად
აი NBA მახსენდება ხომ ევროპიდან რო ჩადიოდნენ და რა ყველას რო ფიზიკა ჭირდებოდა ბიჭო აი ყველას მარჩინონის იყო ერთადერთი ვისაც ბითაძე ხა გუშინ ისეთი აუ გოგასენა თვალერებს აკეთებს რევშება ბიჭო კი გააგოთ დღეს დილით რა გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი არის NBA-ში მე ესე მგონია რა არა მაგარია იმიჯიც შეიცვალა ეგ არის ნახეთ ჩვენ ხა ბითაძე 2 წლის წინ ვიძახდით აუ რატო ვერ თამაშობს უკმაყოფ ხოიცი ყოველთვის გინდა რომ ის მაგრამ ამზადებენ იმ ხო ხტები რა ანუ ესე ვთქვათ რაღაც აი მონახაზი არის რომელსაც ვერ გაცდები რომ ის იდეალობა გოგლიჩი და შიყო ყვარას ჩაკვეს თუ გინდა საბას მაგალიძე რა აი ბიჭო რადიკალურად ეთყობა ცვლილება ხო ჩაკვე განსაკუთრებით ჩაკვე ეგეც ტიპი თუ გახდებოდა არ მეგონა ბიჭო ეგეც ყველი გამختარი და ის და უცებ ესეთი იქ იმიტომ ნოდარო შეკჭამე სხვანაირად მოო მოედანზე გამორიცხულია თუ არის უდინეზეს ფობელი რა ერთი ხო და ეხაც ფიქრობენ რა თუ ვერ გადმოვიდა აუ არ გვიდა იტალიაში ჩაკვე რა ხო მაგრამ არა ვიცი მე ჩემთავზე ვიძახე არა რატო ბიჭო ყველგან კი ითამაშეს მაგრამ მე ინგლისი მინდა რა ანუ უფრო ისეთი ის არის რა ყვარაც მინდა მანჩესტერში ეხა მართალი ლოგიც ხარ ვერ მოგაწყო სერია რო გაიჩითოს წავიდე გინდა მოიცადე მანჩესტერში არის მანჩესტერ იუნაიტედში აბა სიტიში ძმაო მანჩესტერ is red ო და ის შენ ვისაც გამჭოლ გადაცემაზე რო გეუბნებოდ ისეთ მანჩესტერის მალია შენ ო და კაკრა ეხა გაიგონეს რა გინდა ხა რატო ცუდია დო ძალიან კაია მაგრამ ისეთ გუნდში გაუშვათ სადაც კაი ბარსელონაში სტაბილური და მე ის არა მაქვს თუ გინდა რეალში ლევან ჩედლიძე ეხლა ესეთი დოდარ ჯიმშერაშვილი დიმა გესბერდია აი სენიორებო ეხლა გადავდივარ ტრადიციულ სენიორებო არა რაგაცი ფრატელო რამე იტალიანო ყველას არ ვეთამაშები სანკარტას გეთამაშები ეხლა არ ვიცი მე ბიჭო რაღაცა მოიგონა და არ ვიცი მე აზრი არა ვის უნდა 20000 ოღონდ საფეხბურთო 20000 რატო მილიონი დაარქვი შეჩება მაინც არ იძლევი და რა რა მოტავე ხარ დელა მიცის როგორც ვის უნდა 20000 ოღონდ ამ შეფოში რატო რა მილიონი თამაში არიცი ვის უნდა 20000 ქვია აი შენი ფანტაზია მე მილიონი მინდა შენ ტელესივრცეში ეგრე შემოიჭრა თავის დროსზე და მაცადე კეთო წაგიყვას აკადემიაში გამოშვას ერთ წელიწადში აიღებ 20000 რა და ასრულდება შენი ოცნება შეცემა შეიძლება 3-2-1 შეჩემისტრულა კომპიუტერზე რო დაბეჭდ არ შეგიძლია ეს რაღაც ჯორები რო გაქვს დახატული ნაცერი არის უფრო ძვირფასი ხელის მოწერის მაგრამ ჯვარს სვავს ხო იცი ლევან ვისთან ერთად მოხვედი გადაცემაში დიმას ხვედა ობოლაძეს ესე რო იყო ხოლმე გეუბნები კარგი ლევან ეხლა წამოვა კითხვები და უკვე გამოიცნო პირველი კითხვა თემურ ქეცბაიაზე როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელზე რომელთანაც შენ გიმუშავია რომელ სიტყვას იყენებს ქეცბა ა ისა რა ქვია კი გაცა შეთორად გესწოდინება შეიძლება არა მე მაინც დამეხლა შეიძლება ა ისა რა ქვია რა ქვია იმას c ისა კაცო თუ და რომელია აქედან თემურ ქეცბაიას ნაცნობი ფრაზა და უკვე თავიდან ნელად ჩამოთვალე ხა შეცემა ისა ისა რა ქვია ისა რა ქვია რა ქვია იმას c ისა კაცო და რომელია ზარი შეიძლება გავახორციელო მოსულა ეს მოსდა ურეგე მოსულა რომელს ხვალ რა გიდა რომელი შეგიძლია შენ ვერ დავიმახსოვ ყველა ერთად იგივე არ ხო არა არის ბ მეორე არა ეს გიკარდახა და გაჩერდი შენ თემაში რომელია ბ აი გაიხსენებ ეს გითხრა კაცმა და დარწმუნებული სორია ბ როგორ გაკეთე ხა შენ რა ქვია იმას ეს კონფერენციაზე ხშირად უთქვას და შეგიძლიათ ვიდეოები არ გაიცინოთ იმა აი ახლა ვიდეო ამონაცება მე აცემებული იცი რა მაქვს გაუგვირდა რა გაუგვირდა ყველაფერზე მაგას ვიძახი ვინმე რო იტყვის რომ იმარ რო იტყვია რომ აი მე საბარა მაგრა ითამაშა გოგლის მე შეხედა გაუგვირდა რა სუეგ სუმაგას მაგურებელმა მოისმინა უკვე ეს შემდეგი ძმა შემდეგი რომელი ფეხბურთელის ხსენებაზე გაუბრაზდა ქეცბა დიმა ობოლაძეს გადაცემაში ა ჯანო ანანიძე ბ გოგიტა გოგუა c დავით სირაძე თუ დ ლევან ჭედლიძე რომელი ფეხბურთელის ხსენებაზე გაუბრაზდა ქეცბა ეს არ გახსოვს არ მა აი მაგასაც აცადე ეგეც ვაჩვენო შენი ვერსია თქვა ის მინდა რა ქვია გაიხსენე ბიჭო ვიზე გაბრაზდებოდა ეხა ვის საჩხობა ვარჯიშზე ვინ გაუშვა გუნდიდან რა თქვი მიდი ჩამოთავაზე ა ჯანო ანანიძე გახსენებ რა გოგიტა გოგუა ასო გაჩერდი მანდავა სად
მოგიტაგო. გახსოვს ეგა? ვიცი, მაგს ბორზე არ ვიყავ. აუ, მაგას ხა? ბოდიში შეკრება რა. მაგაზე, არა, აი, დაეკიდე რა. მაგაზე. არა. შემომიტიო კაცო, არა. ლევან, მაგაზე უნდა მოგიყვეო, ხო იცი? ეგ მოყოლი მაქვს თუ არა? ამისი მოყევი. კეცბასთან მოყევი. მოყევი, კაი, მაშინ აღარ მოყევი. ლევან ჭედლიძე იგებს 2-0 და შემდეგი შეკითხვა. სად შემიძლია რომ გავჩერდო ის? აქვს როგორც ის ფული რამდენი აქვს? ფული 20,000 მოტო. შეგიძლია ჯერ, კაცო, უნდა ახვიდე 20,000. 5,000 გაქვს. ევრო. ეხლა დიმას ეხება საქმე. აი, ენას მე არ მეხეოდა? ეხლა დიმა შარში. კი, რაღაც სივრობას კითხულობ. კითხულობ. მოწევამდე, აი რო ამზადებენ აიკოს. დეგენერატია. რა სიტყვას იყენებდა ხოლმე დიმა? იყენებდა რატომ? აღარ ეწევა? ეგ მეც არ ვიცი, ბუჟო, რა სიტყვა. ნახე, დაუკვირდი მოქმედებას. მივხვდები ეგ. ეს შარვალს იწავდა რა? ეგ სიტყვა არის? მე ვფიქრობ, ჩამბერი აგეთ. სანამ დაიწყებდა. ვიჭო. ბ. უკვე ეგა. მე მგონია რომ C. ეს შარვალს იწევდა. იცი რა? და B. არა, აღარ მინდა რომელი? არა, აღარ მინდა. დაუკვირდი, გაქვს შანსი და მე თვითონ არ ვიცი, რას მოდიალო, ბიჭო. იქ შენი. ლევან, არ ვიცი, ლევან, ვერ გიგა. დააფიქსირე. ნელა მე ვფიქრობ რომ მე ვფიქრობ რომ ეგ არის. რომელი გინდა? ეგ არის. დაველოდოთ. მე ვფიქრობ რომ იმიტომ ორი პასუხია. ხო, აი ასე დიმას გარს მე ვფიქრობ რომ კი. ეხლა შემდეგი შეკითხვა. შენ ახარ ეგეთი? იცი რა მგონია? მე და ლევან ეხლა რომ წავიდეთ, აი მარტო ხო შეანათ იქნება რა. გიგია რა. ამასთან დაი ოქროსავით რა. თან ეს ისე გაუსწორდა. ოხ, ვერტო შინსახილ მიდი ჰა. მე ვარ ნაწყენი უკვე. შემდეგი შეკითხვა. რამდენი ახლა ბიჭო? მაცდი, რომელ თანამდებობაზე აქვს უარი ნათქვამი კენცბაიას თავისი სურვილით? ობა. ევროპარლამენტარობაზე B, ან ოსეთის პრეზიდენტობაზე C, თითქმეტ-უღურეთის მაჟორიტარობაზე თუ D, თამადობაზე. ჩემი აზრით თამადობაზე. თამადობაზე უეჭელი. არა, ნუ მიიღებს. რა მაჟორიტარობაზე შეცემა? არა, დაფიქდი, გაიხსენე. თქვენ გაიხსენე ხო? და გააგრძელე მე. თავიდან თქვი? ნელა. ევროპარლამენტარობაზე ევროპარლამენტარობაზე ექნება, მაგრამ ჩემი აზრით მაინც აი ტელევიზიით გააჟღერა რომელი? ევროპარლამენტარობაზე. მე გამწვანდა. კი. მე აშვილთან მე მგონი მინაშვილთან დაკადაკარო. პირველ არსი. თქვენ გაიხსენე. ეგენი შერიგდნენ ახლა რა, ხო და მინაშვილთან დაკადაკა ხონდა მთელი ცხოვრება, ბიჭო. ბოდიში ის იყო ყველაზე მაგარი. ეხლა მონახება და არასოდეს რომ უთხრავის. აი ეგ რაფი. ეგ ინტერაქტივი. აი ეგ არის გაუკვირდა რა, ბიჭო. ეგ არის ჩემი საყვარელი. ეგ მომენტი. არის ის იმდენად იყო განწყობილი რომ ეს უნდა წავიდეს ნაკრები და რომ რა. აბა რამდენი ხო, რამდენი? თემურაზე გიჟდები. შემდეგი. ოთოს რამდენი კითხვა აქვს? ერთი დარჩა ამის მერე. ოთოს გიორგაძეზე აქვს საუბარი. რომელი თამაშის ჩანაწერი მოსთხოვა კეცბამ შუა გადაცემაში? საქართველოს შოტლანდია. B. დიმას ბოლოს არის ჩანაწერი. C. საქართველოს სომხეთი. დიმას ბოლოს არის ჩანაწერი. თუ B. კირტრიკისა D. დიქტირკარა კორტრიკი. გაქვს საპასუხო. რა? ბოლოს ჩანაწერია. არა, და ბოლოს არის. იცი ეგა ლევან არ უკვირდები. არის ის არ ახსოვს აქ შაშკარა. ეხა ვის ვეთამაშებით? აი ბიჭო, რატო იცის ეს? რატო ანიშნე? იმიტომ რომ შენ უნდა წააგო ბიჭო ნოზე. რანაირად უკვე 4-0 იგებს ე? 5-ით უკვე. მოიგო. დან. 7-0 რომ მოუგე სომხებს. სომხებს. და მოიტან ერთი ჯანაზერი ანახე იმას. აფკეც მოიას რა შეჭამე აი რატო მიუძვე? ჩემს მაგრა უკვე. ეხლა დიმასთან მივალ. რა გააკეთა იოახიმ ბლომა? ქეცბას მაგრამ თუ ჩემი აკაცეთი მაგას რო უყურე ფეგურტზე რო უყურებდი ერთი საათი დიეტაზე რომ მინდოდა მაგას თავი შენ წარმოიდგინე ფანები პარში რო ზიან და ეკრანზე პიებს ლუდი და საწმელები რო უდე და უცებეს რო გაიჭდე აი დრო გამაშობდა რასაც და ლევანი არის პირველი ვინც მოიგო სპორტული 20000 და ბოლო შეკითხვა დიმას აზრით აიმე არის მოწმობას ვერ აიღებს ნოდარი ვერასდროს. წეგან ხო უთხრა. მართვის აღარ ახსოვს. B. მონადირის მოწმობა. ვერ. საზღვარი. ვერც ერთ. ფსიქოჭირდება. საერთოდ ფსიქოჭირდება ყველაფერს და ფსიქოს თუ ვერ იღებს. აი ხანდახე. აზრია. ერთი დამჭა. რომელი ფეხბურთელის
ეხლა მორე სახელზე რითმავს დიმა გარყვნილ სიტყვებს. აქ უნდა ავხადო ფარდა. აბა იქ ჩამოვთვალე რაშიცა, B შირერი, C ოლივერ კანი, D ფორჩუნი. ეხლა ლოგიკურად მიხევი რა. ახლა სად უნდა რომ წავალო? ლოგიკურად მიხევი. წინება არ ანიშნავს. აი შენთვის გაიმეორე. A რაშიცა, B შირერი, C კანი არ ანიშნო მეწინე. D ფორჩუნი. კანი შირერი, აი შენთვის არა რაზე ირითმება ბიჭო თავში გაატარე ეგარები. შენაირი კომუნიკაცია არ არის. რაშიცა კანზე რა უნდა გარითმო? კანი. კანზე არაფერი არ იცი. არ გაუჭირდება. ჩამოგახიე ტანი. შექსპირია მაგალითად. ვინა ყველაზე გავრითმო ეხლა? დაიწყე. ფორჩუნზე ვერ ვიტყვი სირცხილი. რაშიცა ხო კულტურაა. კაი გაუშვათ ეხლა ეს დაღამდა. ბაზარი არა რაშიცაზეა ძალიან გარყვნილი რომ მორჩება კანონი. რაშიცა თავშიც მოგარტყი რაშიცა. ოღონდ იცი რა გარყვნილია ბიჭო რეექსი წახის. ბიჭო რა ვქნა ეს ვაქრა და ტელევიზიაში ვერ ხსნი რა ჩემ თელ პოტენციალს. ჩემო ლევან დას ვერ ხსნი. ეს შენ ჯიმშერი საფერა ვიჩვენგან ხო მოგეწონა. არა ესე ჭიკასაც ეთყობა რომ მოეწონა. აი ძმებო. სი თა სპეციალურად ხო იცი განუთხარი რომ სპეციალურად აკეთებთ მე რა. ჩვენგან საჩუქრად. დიმა და კიდევ ერთი ემპოლის აკადემია ესე ლენტა რო გაიჭრება ეგრევე იქვა. ეხლა კიდე ერთი რაღაც უნდა თქვა. რამასვანაძე ნახე მე და ესე ხუმრობით მითხარი და რამას კარგი ურთიერთობა გაქვს. ვილისანიოლის რო დალიეო მაშინო, ჩემი რატო არ დალიეო და რამას გაგიმარჯოს შემოძმაო რა. მთელი გული და სულით. მოიცადო. ჩიქით არა რამაზას ეგ სვანასაც გზელოს რა ქვია. არა, იმიტომ რომ მარკი არ გამორჩენია, ბიჭო, ვაკე ვადიდე, მაგრამ აი კონკრეტულად აი ეს მინდა ეხა გამოვაცორო. რამაზ მაგარი სახელი ქვია ჯერ პელეკაც. ჩვენს მაყურებლებს ყველას დიდი მადლობა, ძალიან გთხოვთ, გამოგვიწერეთ. და ისედაც კარგად მივდივარ და მადლობელი ვარ თქვენი ძალიან მართლა. პირადად მე. ჩემონოდა ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივისცემ და დაემშვიდობე შენს ტელემაყურებლებს. გაგიჟდა. ძალიან მამდიდრებთ დიმასევასებ ამასო ამბობ. ძალიან მამდიდრებთ YouTube მაყურებლებს დაემშვიდობე და შემდეგ გადაცემაში ესეთი მობიერი მე ნოდარის მიმართ აღარ ვიქნები, გვირდებით. Vamos!